პროევროპული აქციების მონაწილე ნიკა კაციას, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებიან და 8-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ უდასტურდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე დაიკითხა. მან დაცვის მხარის მოთხოვნით კაციას თმის ღერძზე ნარკოტესტირება ჩაატარა. თმის ღერი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე 3 თვის განმავლობაში ინახავს. მოწმის თქმით, მის ნიმუში პენიტენციურ დაწესებულებაში აიღო და კვლევაზე წაიღო. ადვოკატმა ნინო ლომინაძემ ჯოხაძეს დეკემბერში მიმართა, დეკემბერშივე დაინიშნა ექსპერტიზის დღე, თუმცა კვლევა თებერვალში ჩატარდა. თომაზე საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ ექსპერტს კითხა, შესაძლებელია თუ არა თმის ღერიდან ხელოვნურად ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების კვალის წაშლა. პასუხად მოწმემ თქვა, რომ კვალის წაშლა შამპუნით, საპონით, ცივი ამინდის ზემოქმედებით და ქიმიური საშუალებებით შესაძლებელია. თუმცა ასეთი ქიმიური ზემოქმედება კაციას შემთხვევაში მას არ აღმოუჩენია. ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილს ედავება, რაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. საქმეში არ არსებობს კაციას დაკავებისა და მისი პირადი ჩხრეკის კადრები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე გიორგი ახობაძე, რომელიც 6 აგვისტოს გაამართლეს და გაათავისუფლეს. კაციას მსგავსად მის საქმეში ჩხრეკის ვიდეო კადრი და ნეიტრალური პირი არ არსებობდა.